რუსეთი ომისთვის, აი ამ არაადამიანური ომისთვის ყოველთვის ნიადაგს ამზადებს ჰიბრიდული ომის მეშვეობით. ესეც რო განმარტოთ მოქალაქეებისთვის რა არის ჰიბრიდული ომი, ხო? ან რას ემსახურება ეს ჰიბრიდული ომი? ხშირად ჰიბრიდული ომი ემსახურება საომარი მოქმედებებისთვის წინაპირობების შექმნას, იმისთვის რომ გაამართლოს საკუთარი შეჭრა ამა თუ იმ სახელმწიფოში, ან ომის საომარი მოქმედებების გარეშე მიიტაცოს ტერიტორიები, ან მთლიანად სახელმწიფო. გააჩნია როგორი შედეგიანი იქნება მათი მხრიდან ეს საკითხი, ხო? ამიტომ ეს ბრაზი მოსახლეობის მხრიდან და უფრო დავარქმევდი შეშფოთებას ძალიან ბუნებრივია. ბრაზის კონტექსტში ეს განიხილება, იმიტომ რომ ეს ის ხალხია და ეს ის სახელმწიფოა, ვინც 2008-ში, მაგრამ არა მხოლოდ, ხო? დაგვიხოცა ქალები და კაცები, ბიჭები და გოგონები, შვილები, დები, ძმები, ჩვენი ჯარისკაცები, სამხედროები, სამოქალაქო მოსახლეობა, დაბომბა პირდაპირ ქალაქები, მათ შორის თბილისი, ფოთი, ხო, ეს რაღაც ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საომარი მოქმედებები მარტო ჯარებს შორის რაღაც შეტაკება მიმდინარეობდა, ხო, ეს ერთი. ეს მკვლელობები ახლაც გრძელდება.